დაახლოებით 1 საათია, რაც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები მოსამართლე კოლეგიის წინაშე დასკვნით სიტყვას ამბობენ და სიტყვა დაიწყო სწორედ დაზარალებულის, ანუ ბიძინა ივანიშვილის ჩვენების განხილვით და შეჯამებით და ასევე ნატო ხაინდრავას ჩვენების გახსენებით, რომლებიც საქმეში რეალურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე პროკურატურას არ დაურთია საქმესთვის არც ერთი დოკუმენტი, ხელშესახები, გარდა ბიძინა ივანიშვილის ჩვენებისა, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 10 წლის წინ რეალურად ინვესტიციას თხოვა ბიძინა ივანიშვილს და ეს არ ყოფილა ქართუდან აღებული სტანდარტული სესხი. დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სწორედ ამ ორი ადამიანის ჩვენება და დღეს ადვოკატი სწორედ იხსენებდა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ $5 მილიონი, რომელიც გაიცა ქართუდან გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც ბოლო თეთრამდე დააბრუნა, რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილმა, ეს იყო რეალურად ინვესტიცია და ბიძინა ივანიშვილის მონაყოლს შემდგომში უკვე მყვება ასევე ნატო ხაინდრავა და ქართულ ბანკის სხვა თანამშრომლები, რომლებიც თავის მხრივ ასევე ნატო ხაინდრავას მონაყოლს ყვებოდნენ, როგორც გამოკითხვის საქმეებში, ასევე სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი დაიკითხნენ. ნატო ხაინდრავა არის ეს არაფერი ინვესტიციის მეაბრები იყო. იმდენად სამისპოიტონაში მაინდში ინვესტირება. ნატოს მებედოქოთი და პროდუქტი ხუსუცება მაგაში დაჭერებაში. მე განსიარების პოზიცია და ბაჩიაშვილის ინვესტირებაზე უარი ვუხარ. გარკვეული დროის შემდეგ ბაჩიაშვილი ისევ დამოკიდა ემოციური და სასოწარკვეთილი იყო, რომ მას საკუთარი ნაწილი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა. იყო რისკი, რომ კონტრაქტი ჩაიშლებოდა და ის რაც ჩადო შეიძლება დაკარგოს. აქედან გამომდინარე, რომ ბაჩიაშვილის სიგალოს პროდუქტი ინვესტიციის სიფარული ალფაბიო ინვესტიცია გადაგახსოვდა. ჩემი მოლოდინის აპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოფრთხილებელი განაჩენის სრული მოცულობით დარჩება ძალაში, რადგან მტკიცებულების სტანდარტი საკმაოდ მაღალი ხარისხით არის წარმოქმნილი, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე მოწმენების დონეზე და ასევე ასე ვთქვათ, ერთგვარად აღიარებითი შინაარსის დოკუმენტი, რაც დევს ამ სისხლის ამოცაქმეში. სწორედ მოლოდინი ბუნებრივია მსგავსი არის. ხარების დასკვნითი სიტყვების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებითაც ისარგებლებს და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს მართავ და იტყვის, რატომ არის მის წინააღმდეგ შეკერილი საქმე რეალურად თეთრი ძაფით ნაკერი და რატომ აქვს პოლიტიკური мотиваცია იმ შურისძიებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მის წინააღმდეგ ახორციელებს.